სოლიდარობის აქტი მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ნიუ-იორკი, პარიზი, ვენა. სამი წამყვანი გლობალური ორგანიზაცია, რომლებიც მედიის თავისუფლებაზე მუშაობენ, საქართველოში პირველი პოლიტპატიმარი ქალი ჟურნალისტის საქმის გარშემო ერთიანდებიან. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის და რეპორტიორების საზღვრებს გარეშე წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან და ბათუმში ხვალინდელ პროცესს დაესწრებიან. უკვე 6 თვეა, რაც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი უკანონო პატიმარია. რუსთავის ქალთა კოლონიასთან ნინი ბალანჩივაძე მუშაობს, მან მოისმინა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებები პოლიტპატიმარი ჟურნალისტის საქმეზე. ჟურნალისტიკა კრიმინალი არ არის და რეჟიმმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გათავისუფლდეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ეს არის ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი და რეპორტიორების საზღვრებს გარეშე. სწორედ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ დღეს რუსთავში ნომერ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან. მათ თანადგომა დაუფიქსირეს მზია ამაღლობელს, რომელიც სწორედ ამ დაწესებულებაში უკვე 6 თვის განმავლობაში იხდის სასჯელს და საერთაშორისო ორგანიზაციების, იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ სწორედ მედიის დაცვის კუთხით, თავარი სათქმელი დღეს არის ის, რომ გამოგონილი არის ბრალდება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. მზია არის სიმბოლო სწორედ რეჟიმთან ბრძოლის და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ისინი დღეს შეშფოთებას ვერ მალავდნენ იმასთან მიმართებით, რომ მზია არის სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც ისჯება მხოლოდ და მხოლოდ იმ კრიტიკული პოზიციების გამო, რაც აქვს ოცნების ხელისუფლების მისამართით. ისინი ამბობენ, რომ სოლიდარულები არიან მზიას მიმართ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ამ საქმეს, ვინაიდან პრესის გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაში. ეს არის ფუნდამენტური უფლებები და ეს უფლებები უნდა იყოს დაცული. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რადგან ჩვენს უკან არის ქალი, რომელსაც წართვის თავისუფლება და რომლის ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა მზიას ვუთხრათ, ის არ არის მარტო. იმ დროს, როდესაც ის დგას უსამართლო დაკავებისა და გამოგონილი ბრალდების წინაშე, რაც მას 7 წლამდე პატიმრობით ემუქრება, მზია კარგავს მხედველობას. რა საშინელი უსამართლობაა, რომ ამ ჟურნალისტმა, რომელიც თავად არის სინათლის შუქურა, შესაძლოა მხედველობა დაკარგოს. ხოლო პოლიცია, რომელმაც ჩაიდინა ძალადობა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, არანაირი შედეგების წინაშე არ დამდგარა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში ჩვენ ვიცით, რომ მზია ამ კედლებს მიღმა უსაფუძვლოდ არის დაკავებული, რადგან სიმართლისა და კონტროლის ძალებს შორის ბრძოლის მსხვერპლი. მზია, შენთვის უმძიმეს დროში ჩვენ ვდგავარ შენს გვერდით, მანამდე სანამ თავისუფალი არ იქნები. ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული. ყველა ჟურნალისტი უნდა იყოს თავისუფალი, რომ უთხრას სიმართლე ძალაუფლებას. მზია არ არის უბრალოდ ჟურნალისტი. ის არის პირველი ქალი რეპორტიორი, რომელიც საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ციხეში პოლიტიკური მოტივებით ჩასვეს. მის სასამართლო პროცესზე დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, მათ შორის თავად პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯარო თავდასხმა. ეს არ არის სამართლიანობა, ეს არის რეპრესიები. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უკვე დატოვეს რუსთავის ნომერ მე-5 პენიტენციური დაწესებულება და ისინი ხვალ დაესწრებიან მზია ამაღლობელის მორიგ პროცესს. როგორც ვიცით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში არის ეს პროცესი ჩანიშნული, პირველ საათზე დაიწყება და ნახავენ საკუთარი თვალით თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები ქალ ჟურნალისტთან დაკავშირებით. მანამდე კი თქვენ უკვე მოისმინეთ მათი განცხადებები, სოლიდარობის აქტი, რომლითაც კიდევ ერთხელ უცხადებენ ისინი სოლიდარობას მზია ამაღლობელს და ხაზგასმით და მკაფიოდ ამბობენ, რომ რეჟიმმა ის უნდა გაათავისუფლოს, ვინაიდან არ არსებობს არც ერთი ბრალდება, რომელიც ადასტურებს მზია ამაღლობელის დანაშაულს.